აი ასე ანადგურებენ ტერმიტები ჩუმად ხის კონსტრუქციებს დროთა განმავლობაში. და აი როგორ ჟღერს ეს თქვენს კედლებში. მწერები, რომლებიც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ზარალზე არიან პასუხისგებელნი, თქვენს ფრჩხილზე პატარები არიან. ესენი ტერმიტებია. თავიდან ისინი უწყინარად გამოიყურებიან. ფერმკთალი, რბილტანიანი მწერები, რომლებიც მრავალრიცხოვან კოლონიებში მკაცრი სოციალური იერარქიით ცხოვრობენ. მაგრამ ნიადაგში, კედლებში ან ხის ძელებში დამალულები, ისინი ცელულოზით კვებას იწყებენ, რაც ხისა და მცენარეული ბოჭკოების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ისინი სახლს ერთ ღამეში არ ანადგურებენ. ისინი ჭამენ ნელა, გვირაბ-გვირაბ, ფენა-ფენა. გარედან ხე შეიძლება სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ შიგნიდან კონსტრუქცია ცარიელდება. ტენიანობა პრობლემას კიდევ უფრო ართულებს, რაც ტერმიტების კოლონიებს საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად გაიზარდონ და ღრმად შეაღწიონ ხეში. დროთა განმავლობაში ძელები სუსტდება, პანელები იშლება და იატაკის სიმტკისეს კარგავს. როდესაც ზიანი უკვე შესამჩნევი ხდება, კოლონია შესაძლოა უკვე სერიოზული სტრუქტურული ნგრევა ჰქონდეს გამოწვეული. სწორედ ამიტომ, ტერმიტებისგან მიყენებული ზიანი ხშირად საჭიროებს პრევენციას, ინსპექტირებას და ძვირადღირებულ რემონტს.